Სამ ეპიზოდში გადავწყვიტე, რომ ესპანელი მწერლის კამილო ხოსე სელას რომანზე, რომელსაც პასკუალე დუარტეს ოჯახი ჰქვია, ვისაუბრო. გარეკანზე დატანილი არის სამი სიმბოლო. ეს არის სახლი, დანა და ეს არის ცხენი. სახლი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ბოროტების ბუდე არის. დანა, რომლითაც მან ჩაიდინა მკვლელობა. ჩვენ ვკითხულობთ სიკვდილმისჯილი ადამიანის ერთგვარ აღსარებას, რომელიც დაწვრილებით იხსენებს საკუთარ ცხოვრებას, ბოროტებას, რამაც თავად აქცია ბოროტმოქმედა. ცხენი ეს უკავშირდება ეპიზოდს, როდესაც მისი პირველი ცოლი ცხენმა გადმოაგდო და მას მუცელი მოწყდა. დუარტეს მშობლები ძალადობრივ გარემოში ზრდიდნენ საკუთარ შვილებს, მამა მუდმივად ცემდა, დედა, რომელიც მეუღლეს ღალატობდა, რომელსაც არ უყვარდა თავის შვილები, რომელიც ლოთი იყო. როდესაც პასკუალე დუარტეს მას სოფელში ღორი ყურებს მოაჭამს და ძალიან ცუდად არის მას საკუთარი დედა არც კი უვლის და ძირს დაგდებულს დასცინის კიდეც. ძალიან გააზრებულად აქვს ორივე მკვლელობა ჩადენილი. ამის და მიუხედავად ამბობს, რომ ქვეყანა არ მყოფნი და ჩემს დანაშაულს დავმალვოდი. ქვეყანა ისეთი ვრცელი არ არის, რომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალო და საკუთარი სინდისის ყვირილი ვერ გაიგონო. ფაქტობრივად მთელი ეს აღსარება, რაც ამ წიგნში არის მოყოლილი, ეს არის საკუთარ სინდისთან თვალის გასწორება. ბოროტი ვარსკვლავი, რომელიც მას დაბადებიდან დაემგზავრება სიცოცხლის ბოლომდე მიყვება, როდესაც ციხეში მოიხდის აი ამ პირველი მკვლელობის სასჯელს და ბრუნდება, დაიწყებს ძალიან მალევე მზადებას მეორე, ბევრად უფრო მძიმე დანაშაულის ჩასადენად. პასკუალე წერს, რომ არ არსებობს იმაზე დიდი სიძულვილი, ვიდრე ეს არის საკუთარი სისხლის სიძულვილი. კამილო ხოსე სელას ხშირად აკრიტიკებდნენ, ვინაიდან ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ის იყო ფრანკოს რაზმის წევრი, როდესაც უკვე დიქტატურა დამყარდა, ის ამ დიქტატურის კრიტიკოსი გახდა და იგივე ამ რომანთან მიმართებაში მაგალითად ამბობენ, რომ დედა ერთგვარი ალეგორია არის დიქტატურისა, ის ვერცერთ საკუთარ შვილს ვერ იტანს, ისევე როგორც ვერცერთი დიქტატორული რეჟიმი ვერ იტანს საკუთარ მოქალაქეს.